რამდენი სანტიმეტრ კვადრატით გაიზრდება 10 სანტიმეტრი პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობი, თუ მის თითოეულ გვერდს 3 სანტიმეტრით გავზრდითო. ესე იგი, ამ ამოცანაში შეგვიძლია ავიღოთ ასეთი ვარიანტები, ხო? პერიმეტრი თუ 10 ტოლია, გვერდები იყოს მაგალითად 1, 1, 4, 4, ან 2, 2, 3, 3. ან შეიძლება იყო 10 წილადებიც 1.5, 3.5, 1.5 და 3.5. რა ვარიანტიც არ უნდა ავიღოთ, აღმოვაჩენთ, რომ ნახე, აქ ფართობი არის 4. თუ კი 3-ით გავზრდით 4 ჯერ 7 ფართობი გამო 28 და სხვაობა გვექნება 24-ის ტოლ. ამ რიცხვებზე უფრო შრომატევადი იქნება, მაგრამ სხვაობა მაინც 24 გამოდის. თუ კი აიღებდი მაგალითად 2-ს და 3-ს, მაშინაც სხვაობა გაზრდილი გვერდების პირობებში ფართობებს შორის გამოდის 24. მაგრამ საინტერესოა, რატომ გამოდის ყოველთვის 24-ის ტოლი და მოდი შევხედოთ ამას უკვე დამტკიცების გზით, ოდნავ უფრო მათემატიკურად. ესე იგი, ავიღოთ აქ a, b, აქ ავიღოთ a + 3 და b + 3. ნუ ჩვენ ვიცით, რომ a + b + a + b პერიმეტრი არის 10, რაც იმას ნიშნავს, რომ 2a + 2b არის 10, ანუ a + b 2-ს თუ გავითოთ ფრთხილებს გარეთ არის 5-ის ტოლი. ჩვენ გვაინტერესებს ამ ახალი დიდი გვერდების პირობებში მართკუთხედის ფართობი a + 3, b + 3, რამდენით არის მეტი პატარა მართკუთხედის ფართობზე, ანუ ამ დიდ ფართობს უნდა გამოვაკლოთ პატარა ფართობი. აი, ამას თუ გავამარტივებთ, ნახე, რას მივიღებთ? ესე იგი, AB, როგორ ხსნით ფრთხილებს, ხო? +3a + 3b + 9 მინუს AB. ნუ AB და AB შეიკვეცა, იმიტომ რომ ერთნაირი წევრებია. შემდეგ რას ვაკეთებთ? ნახე, 3 გავიტანოთ ფრთხილებს გარეთ, 3 ჯერ a + b + 9. a + b-ს ადგილას ჩავსვათ 5, 3 ჯერ 5 15, 15 + 9 24. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა a და b რისი ტოლი იქნება, ყოველთვის მივიღებთ სხვაობას 24-ს.